გამარჯობა, ვა, ბოდიშიო. სასიამოვნოა. გურჩით? არა, პაუზა გვაქვს რამდენი ხანი? ალბათ 20 წუთი ნახევარი საათი ვეჭველი გვაქვს. გვაქვს ნახევარი საათი. ანუ ნახევარი საათი. არა, თუ გინდათ 20 წუთი. არა, დაისვენეთ კარგად და მე 20 წუთი ვქნათ ვეჭველი და თუ მეტი დაგჭირდება, ეხლა და მე ხომ მივდივარ სახში. ხო, ისედაც მივდივარ. ერთ-ერთ ინტერვიუში კორძი ამბობს: მე ვარ ალექსანდრე კორძაია, ბგერების ამწყობი. კორძი არის მუსიკოსი, რომელიც ბგერებს ეძებს, აგროვებს და მათ ურთიერთობას სწავლობს. რომელ ბგერას უყვარს მეორე ბგერა და რომელს არა, რომელი არ იკარებს სხვას და რომელს ნაზად ეხება. სწორედ ამ ურთიერთობას სწავლობს და შემდეგ ჩვენს გვიზიარებს. მის რეპეტიციაზე რომ მოვხვდი, კორძი მეგობრებთან ერთად ოპენ-ეარისთვის ემზადებოდა, მივხვდი რომ მართალია უფრო ინდივიდუალისტია, როგორც ალბათ ევროპელების უმრავლესობა. კორძი ხომ 5 წლის ასაკიდან შვეიცარიაში ცხოვრობდა. ადამიანებთან ურთიერთობა არანაკლებ აინტერესებს. ყოველთვის ვჯეროდა რომ მუსიკას მხოლოდ კი არ უნდა უსმინო, არამედ უნდა უყურო კიდეც. როგორ იქმნება იგი? მუსიკოსაც უნდა უყურო მისი ხასიათი რომ ამოიცნო. მით უმეტეს როცა მასთან ინტერვიუ გაქვს ჩასაწერი. ორი სხვა რაღაცა არის. ერთი არის მგონი აი ორკესტრთან ან ანსამბლთან მუშაობა, ხო ან გუნდთან. არის რომ ნოტები გაქვს, ხო ნოტებს წერ, მე რეჯდები, 3 დღე რეპეტიციობ და უკრავ რა. ასრულებ იმ ნაწარმოებს. ანუ თქვათ ახლა რა ვიცი, აი აქ კიდევ შედარებით მეტი დრო გაქვს, რა ვიცი, ჰოლანდიაში ორკესტრთან რომ იმუშავია, ერთი რეპეტიცია გაქვს და всё, ანუ მორჩა. ეს სხვა არის, ყველა მიცის რა უნდა დაუკრას და ბენდი მაინც ბენდის იმპროვიზაცია მეტი. ბენდის თვითონ კულტურის მუღამი ხო არის, რომ ანუ მეგობრები შეიკრიბენ ბავშვობიდან ერთად უკრავენ მთელი ცხოვრება, ანუ რა ვიცი, ბიტლები და იმიტომ რომ გისმენდით ჯაზია მეთქი უთხარი ჩემს პროდიუსერს, იმიტომ რომ ძალიან ეს ძალიან ჯაზური არის, არ ვიცი. ხო, ეს ხო, ბევრი სხვადასხვანაირი ტრეკები, მაგრამ ანუ ის არის, რომ ანუ რაღაცა ტრეკს ვთქვათ ახლა წერ, ესე წინასწარ, ან რაღაცა იდეა გაქვს, მაგრამ მე რო ჯდები და ერთად რო დაიწყებ დაკვრას იგივე არასოდეს არ გამოდის. რა სულ რაღაცა იცვა, ვიღაცას რაღაცა სხვა პარტია ელანდება, მე რაღაცა შეცდომები მოდის, ის შეცდომები უცებ კაია, მე იმ შეცდომებს მიყვები და საბოლოოდ სულ ახლა ეს ტრეკი ვთქვათ, ახლა რასაც უკრავდით, 2 კვირის წინ ჩავწერეთ სტუდიაში და ის სულ სხვანაირი არის. ხო, სულ სხვანაირი ვერსია არის და მე ლაივში რო ჯდები და დაკვრას რო იწყებ, გრძნობ რომ მაგიტომ მე ჯაზ ბენდად არ უყურებ ცხადია, ანუ იმის წინ წავიკითხე რომ არის რაღაც არ ვიცი თუ რამდენად კვიანური ფრაზა არის, უბრალოდ მომეწონა. არიან როკ მუსიკოსები და არიან ჯაზ მუსიკოსებიო რა, ანუ ესე გაიყოფა სამყარო ესე და როკ მუსიკები არიან ისინი, ვინც გეგმავენ, რასაც დაუკრავენ და იმას უკრავენ, რაც დაგეგმილი აქვს და ჯაზ მუსიკოსები არიან, ვინც არიციან კონცერტის წინ, ანუ რაღაცა ჩარჩოები არის, მაგრამ არის. რომელი უფრო მოგწონს? და მე სულ მეგონა რომ სადღაც შუაში ვარ, იმიტომ რომ აი რეპეტიციის დროს და იმისი სულ შეიძლება რა რაღაცა მე ძალიან მიყვარს აი რაღაცა შეცდომა რო ხდება და მე იმას ბოლომდე მიყვეს ანუ ეს ტრეკი ორიგინალში ვთქვათ ახლა რაღაც უკრავდით იყო ჰიპ-ჰოპ ტრეკი რა ანუ ესე რეფერენსად რა თუფაკი რო აიყვან რაღაცა ესეთი სტილის ტრეკი იყო და ლიკუნა მომღერალი ამაზე როგორც რეპავდა მაგიტომ არის ესე ცოტა ჩქარა რო აკეთებს და მე დადუმ ჩვენ მეგობარმა ბენდიდან Mechanical Rainbow გააკეთა ეს რაღაცა აი ესე გაშაყირების პონჩი რა რო რა ხო იცი ეს რაღაცა რეგეტონი ცოტა South African South American რა Latin music რასაც საიდანაც მოდის
ეს საუნდები შემოიტანა და ეხლა უცებ ვიფიქრეთ, რომ ეს გავაკეთოთ, იმიტომ რომ ესეთი ბევრი ქართული ტრეკი თავში არ მომივიდა, რომელსაც ეს ბიტი აქვს, ანუ ეს ლატინ ამერიკული. ეს ახალი გატაცება აქვს, მე მგონი, თუ ყოველთვის ქონდა, აი ბაშია ჩუკი მახსოვს პირველი რაც მოვისმინე, ну აი ცნობილი მუსიკალური თემის ასე თამაშობა. ბევრი აკეთებს ამას, ვიცი, მაგრამ გიყვარს ეს? კი, სულ ფიქრობ, რამდენი დარჩა კიდევ იმ ჩემთვის, იმიტომ რომ მე მიყვარს იმისი გადაკეთება, რაც აი ბავშვობაში ძალიან მიყვარდა, აი ესეთი მუსიკების. აქ არის რაღაცა საზღვარი, რაც უნდა დაიცვა შენი აზრით, როცა აი რაღაც მემკვიდრეობას იღებ. ორი რაღაცა არის. ერთი არის მგონი, რომ თვითონ წერლებს რაღაცნაირად პატივი უნდა სცე, ან მინიმუმ უნდა დაელაპარაკო, ან ხო იცი, რაღაცნაირად ავტორებს ჩემი აზრით, სულ მნიშვნელოვანი არის, რომ მე რაც მომწონს საქართველოში არის, რომ შანსი გაქვს, რომ ზოგი ავტორი კიდევ ცოცხალი არის და შეგიძლია, რა ვიცი, ესტუმრო, ან რაღაცა ელაპარაკო და რომ ეხლა ამ მუსიკას მინდა გამოვიყენო რაღაცა. ხო, ზოგთან მარტო რა ვიცი, შვილები ან შვილიშვილები არიან ცოცხალი და ნუ ეს სხვა არის მაინც, მაგრამ აი ეხლა ვთქვათ ერთხელ ნუნუ გაბუნია კომპოზიტორის იმისი ნაწარმოები ავიღე რაღაც ახალი თემისთვის და ხო იცი რაღაცა გავიცანით ვილაპარაკეთ როგორ დაწერა იმან თვითონ ვერც მიხვდა რომ მე იმისი მუსიკა გადავაკეთე მაგრამ ნუ მაინც ხო იცი რაღაცა მაინც ეს არის მგონი ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი და მეორე აი ეს თვითონ მუსიკალურად ეს ხო ეს წესებს ვერ იტყვი ესე უნდა გააკეთო ესე უნდა გააკეთო მე მგონი მნიშვნელოვანი არის რომ თვითონ მუსიკოს უნდოდეს ამისი გაკეთება და არა გარედან მოვიდეს ეს რაღაც აი ხო იცი იმიტომ რომ ხშირად არის რაღაცა მარკეტინგ სააგენტოები ან რაღაცა რეკლამები ან გეუბნება რომ გააკეთე რაღაცა ბაშიაჩუკის თემა ცოტა თანამედროვე და აი ვთქვათ მე ეს ბაშიაჩუკი და რაღაცები ხო გაკეთებული მაქვს და ერთხელ მქონდა რომ მარკეტინგის სააგენტო მოვიდა და აი მაგ სტილში გააკეთე რაღაც სხვა დაგიკვეთ უარსეუნები იცი რა ორჯერ დავთანხმდი და იმდენად თვითონ ამბობენ რომ შენ სტილში გააკეთეო და იგივე მაგრამ მე ჩემ სტილში და იგივეს რო აკეთებ აღარ უნდებათ მაგრამ როგორი ურთიერთობა გაქვს საერთოდ ამ ხალხთან აი ფულიან ხალხთან რომელიც მუსიკას უყვარდა მუსიკის შეკვეთას ძალიან ცუდი ურთიერთობა აი ცუდი ურთიერთობა რა მიყვარს ყველა ანუ ეს არ მაქვს ცუდი ურთიერთობა მაგრამ ანუ არ გამომდის ფიზიკურად ანუ აქ არც ესეც შევამჩნია არც ეხლა რა ვიცი აი ინტერნაციონალურ ეიჯენციები არის სულ მიკვეთავენ რაღაცებს მაგრამ მე რო ვაკეთებ რატო არ გამოგდეს ნეტა მარკეტინგულ ხალხს ან არტისტიკ დაირექტორებს ვინც ამ მარკეტინგ ოფისში სულ აქვს საკმაოდ ესეთი ვაიბი უნდათ ესეთი ჟანრი რაღაც აი არ ვიცი ზუსტად მაგიტომ მგონია რომ საბოლოოდ არის მოთხოვნილება მაგიტომ მგონია რომ საბოლოოდ ყველაფერი AI შეცვლის ამ მთლიან ინდუსტრიას იმიტომ რომ პირდაპირ მარკეტინგის ხალხს შეუძლიათ დაწერონ რომ მე მინდა მხიარული მუსიკა ბაშიაჩუკის თემაზე და აი სანამ მოვიდოდი ზუსტად ჩემს პროდიუსერს სწორედ ეგ ვუთხარი რომ მინდა მეთქი ვკითხო რომ როგორ უყურებ საერთოდ ამ ხელოვნურ ინტელექტს და რომ ერთჩვენიერ დღეს ხედავ რომ გადასარევად ამოიცნეს შენი სტილი და იცი რა მე კოძის მუსიკა დაიდო არ გეშინია მე არ ვერ გეტყვი რომ მეშინია მე რამდენიმე ფაქტორი არის რაც ჩემთვის ამის აი მე მგონი გარედან რო უყურებ და მუსიკოსი რო არ ხარ ან ან რა ვიცი დიდათ არ ხანს რო აი ანუ აი უფრო გონია ვაიმეა ეხლა რა არის თვითონ მუსიკაში რო ხო და მე თვითონ მუსიკაში რო ხარ ანუ ხო იცი ვაიმე ეხლა უარესი გახდება ანუ პონტი არის როდის იყო ანუ ხო იცი ანუ იმიტომ რომ თვითონ ანუ განვითარება ამ მუსიკის რაშიც ეხლა ვართ ანუ მე ეხლა ვამბობ აი კაკრას მარკეტინგული პოპულარული ესეთი მუსიკა სულ იქეთ მიდის რომ ანუ ჯერ იყო რომ სემპლებს ხმარობ ანუ ვთქვათ ხო სხვა მუსიკის ნაწილებს იღებ იმას როგორც recycling-ს უკეთებ რა ანუ ახალ ნაწარმოებში იყენებ ძველ ნაწარმოების ნაწილებს მერე შემოვიდა რომ ეხლა online რაც ძალიან პოპულარული გახდა ბოლო 15 წლის განმავლობაში რომ ვთქვათ ვიღაცეები ხმებს იწერენ სახში დებენ online და სხვა ხალხი მერე ამას ყიდულობენ და ხმარობენ მერე გახდა ძალიან პოპულარული რომ ხმას რო იწერ ვთქვათ იმას ყველანაირად ცდილობ რომ ყველა პრობლემები რაც აქვს გაალამაზო ანუ თუ ინტონაცია ცოტა არასწორი არის ასწორებ ელექტრონულად ანუ რა ელექტრონულად ესე ვამბობ თვითონ რაღაც მე-20 საუკუნეში ვარ მაგრამ ანუ კომპიუტერში რა ასწორებ ინტონაციას ასწორებ რიტმს ასწორებ
ყველაფერი იქეთ მიდის, რომ ის ნაბიჯი, რომ ბოლოს და ბოლოს კომპიუტერმა გააკეთოს, აი დიდი აღარ არის რა, მაგიტომ აი მე პირადად არ ანუ ეხლა რასაც უყურებ აი AI მუსიკა, რასაც აკეთებს ამ ეტაპზე, არის ძალიან ახლოს იმასთან, რასაც pop და მარკეტინგ ინდუსტრია ისედაც აკეთებდა. მაგიტომ ესეთი ადვილი არის იმისთვის საბოლოოდ ეგრევე ამოიცნობ, ხო, რომ ეს გაკეთებული არის. სავარაუდოდ. ანუ აი გუშინ მხატვრის მანქანაში ვიდახი და ეს ვიღად ჩემ მეგობარმა ესე გამოსაცნობად ხო იცი აი ეს არ მითხრა რომ AI არის და უბრალოდ ჩამი თუ იცნობ თუ არა და ჩემი ინტუიცია პირდაპირ იყო რომ ესეთ მუსიკას მინიმუმ ერთ წელში მარტო AI გააკეთებს და ნუ გამოვიდა რომ მართლა AI იყო მაგიტომ ანუ იმდენად ახლოს არის AI მუსიკა იმ გარკვეულ პოპ მუსიკასთან რომ მაგრამ ცივია გამოცდილება და ასაკი ბავშვობას გაშორებს. გამოცდილება და კარგი სმენა ჯერჯერობით საკმარისია იმისთვის, რომ ხელოვნური ინტელექტის ოინები ამოიცნო. რა იქნება ხვალ? ძნელი სათქმელია, მაგრამ დღეს ჯერ კიდევ ვერანაირი მანქანა ვერ ახერხებს ცოცხალი ბგერის უნიკალურობის გადმოცემას. ორზი ამბობს, რომ მართალია კლასიკურ მუსიკას არ გაყვა და თავი ჰარმონიის კანონებით არ შეიზღუდა, მაინც ძალიან გამოადგა ყველაფერი, რაც ისწავლა. კორცთან საუბარში პირველად გავიაზრე, რომ აღარ გამაღიზიანა ფრაზამ მუსიკას ვაკეთებ. არა და ამ გამოთქმას ვერ ვიტანდი, რადგან მუსიკალურ ხელოვნებას ყოველთვის უფრო შექმნასთან ვაკავშირებდი, ვიდრე კეთებასთან. კომპონირებულ მუსიკაში მაინც ის რომ აი თავში რაღაცას მოიფიქრებ, იწერ, სხვა რაღაცას მოიფიქრებ, იწერ, უფრო სხვანაირ ჩემთვის სხვანაირ პროცესი არის, მაგრამ აი ის რომ ეხლა შემიძლია რაღაცა ბგერა ჩავიწერო, ის მაქვს, მე სხვა ბგერა ჩავიწერო, ის მაქვს, მე სხვა, შემდეგ დღეს და ეს მე შეგიძლია ეს დაჩეხო და დააედიტო რა, ანუ ეს თან დაჩეხო და გააერთიანო, უბრალოდ ურთიერთობა ამ ბგერების არის მთელი ფილოსოფია მუსიკის. ხო. ხო, და მე ვფიქრობ შენიც. ერთ-ერთი ხო, სხვადასხვა ყველა ბგერა ყველას არ იღებს, არ უყვარს. ეს უკვე ძალიან ინდივიდუალური ეს არის მგონი იქ სადაც აი ინდივიდუალური სმენაზე ინდივიდუალური და გამოცდილება, ანუ მე შეგრძნება მაქვს რომ რაც უფრო მეტი დროს ვაკეთებ და რაც მეც რაღაცა გამოცდილება მაქვს, უფრო ჩქარა შემიძლია მივხვდე რომ ეს ამასთან მიდის, ან ეს ამასთან არ მიდის რა, ანუ აი ეს ინტუიცია რა გამოდის და რა გამოდის. უფრო ადვილად ხვდები. ხო, უფრო და მე მგონი კინოებშიც იგივე არის, ანუ ახლა რა ვიცი, რეჟისორი set zero არის, ხო და რაღაცა ფერი, რაღაცა ობიექტი არის, იტყვის კაია რა, ანუ შეიძლება ზუსტად ვერ მიხვდე რატომ ან რაღაცა, უბრალოდ აი არ შეგშლია არასდროს. უეჭველი რა. ანუ არ გიფიქრია რომ არა ეს თურმე ამას არ უხდება და სხვა რაღაცა უნდა აქ, ხა? რეტროსპექტივაში ახლა სულ შეგიძლია თქვა რომ უკეთ უნდა გამეკეთო, ანუ ხო იცი, ანუ ესეთი რაღაცეები. ეხლა მე რო უყურებ რაღაცეებს, რაც აი რა ვიცი 2015-16-ში გავაკეთე, ხშირად მაქვს რომ აი გარკვეული თემატური ელემენტები ძალიან მაგარი არის, მაგრამ აი იმისი განვითარება ან იმისი გაგრძელება რაღაცა მე და ვერ მესმის რა ვქენი ზუსტად, ხო იცი ზუსტად. ამ ხრი მგონი ის არის რომ აი რა ქვია ამას, აი ფორმის განვითარება და ეს მგონი რაც უფრო დიდი ხდები, უფრო ერკვევი ამაში რა. ეს სხვა შორის ბრძონი იყო, ხო, მე მგონი რომელიც ოქტავაო და ნახევარტონები ჯობ ელექტრონული მუსიკა რო შემოვიდა, ხო? მაშინ ხო დიდი კამათი იყო და საუბარი იყო ამაზე, რომ ეს ოქტავა წესია და კანონია, მაგრამ ბავშვებს შეადარა ეს ახალი კომპოზიტორები, რომელთაც ეს კანონები არ უნდათ, მეტი თავისუფლება უნდათ და ნახევარტონები, ახალი ტონები ესმით გარდა იმ კანონებისა, რომელიც მუსიკაში არის. და აი ამ გაამდიდრეს მუსიკა. მე მგონი ელექტრონულმა მუსიკამ უბრალოდ გაამდიდრა ნახევარტონებით და ტონებით ეს მუსიკა. ახალი ბგერებით. გინდა თუ არა საბოლოოდ მაინც 99% დარჩა მასში, ანუ ხო იცი, გარკვეული ექსპერიმენტული ტალღა იყო, ახლაც არის ძალიან ბევრი ეს ნიში ის არის, მაგრამ მე მგონი აი ადამიანს ეხლა სტანდარტულ 90% ადამიანს რო კითხო რა არის შენთვის ელექტრონული მუსიკა, გეტყვის საკმაოდ ტონალურ რაღაცას, ანუ
რას გეტყვის რომ შეიძლება და გეტყვის რომ რაღაცა სინთეზატორები ან მუსიკას გეტყვის რა ანუ რა ან გეტყვის რომ შენ ხარ DJ ხო ზუსტად ან მომღერალი ან მომღერალი გაქვს ეს კომპლექსი რომ ვიღოცები DJ-ის გეძა წინათ მქონდა ეხლა იმიტომ რომ მე DJ-ს ხო უხსნი მე ფიზიკურად არ შემიძლია DJ ანუ არ შემიძლია რა ანუ ეს DJ-ობა ხო არის ის ხელოვნება იმისი რომ მუსიკას ირჩევ და მე მათ შორის სხვის მუსიკას სხვის მუსიკას ძირითადად ახლა და სხვის მუსიკას ჯერ თავ და სხვა მუსიკასთან ანუ იმას აკეთებ რა ერთ ნაწარმოები და მეორეში გადაყავს და ეს და მე რაც შეიძლება ესე დიდი ხანი ესე რომ აუდიტორიას რაღაცა მე საერთოდ არ შემიძლია ანუ მე ბევრს გონია რომ ან უფრო გონი წინათ უფრო რომ ელექტრონულ მუსიკას რო ვაკეთებ ეს ავტომატურად რაღაცა ნიშნავს რომ DJ ხარ ხო მაგრამ მე შევეჩვიან მაგრამ კიდე არ ბრაზდები არა ანუ ბევრად უარესი რაღაცა უთქმია თუ ყვევიდე რომ DJ ვარ მაგრამ მარტო აქ არის ანუ ჰოლანდიაშიც რავი ჩემი კომპოზიტორის პროფესორი მეუბნებოდა რომ DJ ხარ ხო ანუ თამრიკო თვითონ როგორ უყურებს იმას რომ ხა ჩვენ რა ვნახეთ ხო აი კონსერვატორია ახსენე შენ და პროფესორი რომ შენ შეგეძლო მთლიანად წასულიყავი ამ თანამედროვე მუსიკაში თანამედროვე ექსპერიმენტულ მუსიკაში და ასე თქვა ესეც სერიოზული მუსიკაა, მაგრამ ეს დაყოფა მაინც არსებობს, ხო, სერიოზულ მუსიკაში. მუსიკ და ეს ხო, აი მე-20 საუკუნის ავანგარდისტები დაგეკრა რაღაცა, მაგრამ არ წახვედი ასე, შენ მუსიკაზე ცეკვავენ. ხო. პროფესორისგან როგორც ხვდები წინააღმდეგობა შეგხვდა? არა, ბევრი პროფესორი მყავდა, მაგიტომ ეს ერთი პროფესორი სულ მეუბნებოდა, რატო სწავლობს, ანუ დააკეთე შენი, ხო, ერთი თავიდანვე ამას მეუბნებოდა, მაგრამ მე მგონი რა ვიცი, განათლება ხო ან 2 წელი თუ 3 წელი ვსწავლობდი კომპოზიციაზე, იქ მაგისტრატურა დაამთავრე და გამოგადგა ძალიან გამომადგა სინამდვილეში. ეხლა რო ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ გავაკეთებდი, უფრო ცოტა ყურადღებას მივცემდი, იმიტომ რომ მაგრამ ანუ მთლიანი ის ანუ კომპოზიციის ფიქრი რა, ანუ სხვა არის, ანუ პოპულარულ მუსიკას რო აკეთებ, ან ელექტრონულ მუსიკას აკეთებ, ძალიან ინტუიციით მიდიხარ ყველაფერზე, ანუ კონტექსტი არ გაქვს, რომ აი გარკვეული აი კომპოზიტორები, ესე ძველმოდურ კომპოზიტორებით რომ ვშავი, ძალიან ხო იცი ყველა ფრაზაზე რაღაც ფიქრობენ, მე რაღაცა შეიძლება რაღაცა მათემატიკური კონსტრუქციით თვლიან, როგორ უნდა გამოიყენონ რა ნოტები, რა რიტმში. ანუ ძალიან ბევრი ფიქრი მიდის იმისგან უკან, რაც ნოტებს, რასაც თვითონ მე ბოლოში ხედავ, ან მუსიკა რაც გესმის, ძალიან რაღაც თვითონ პატარა ნაწილი არის ამ ყველაფრის, რაც იმის უკან ჩაიდო რა. ანუ რაღაცა განხილვა, რატო უნდა იყოს აქ ცოტა ნოტა, რატო უნდა იყოს უფრო შეიძლება ფილოსოფიური, უფრო რაღაცა ლიტერატურაზე დაფუძნებული ამ მთელი. ანუ ესე შორიდან რო შეხედო, ხო იცი ეს რაღაცა კონცეპტუალური მუსიკა მე სულ არის რომ ანუ რა დაწერე პროსტა რა. მაგრამ მგონი გასწავლის რაღაცნაირად, ბევრ რაღაცას გასწავლის ზოგადად ანუ მუსიკაზე რა. ანუ იცი რა, აბსტრაქციონისტი, კარგი აბსტრაქციონისტი რო გახდეო, მე მგონი პიკასო მოვდა, ჯერ ხატვა უნდა ისწავლა. ფიგურა სახლი უნდა დახატო და მე შეგიძლია ეს სახლი დაანგრიო. ხო და ეს კანონია რა. ხო და ანუ სწავლა ნამდვილად ხელს არ გიშლის. არ გიშლის, მაგრამ ეს მუსიკაში ცოტა აი გაუგებარი არის, რა არის აშენება და რა არის დაანგრევა ჩემთვის, იმიტომ რომ აი ანუ ძალიან ბევრი კაი მუსიკოსი არსებობს, ვინც არაფერი ნასწავლი არ აქვს მუსიკა და ანუ სასწაული ინტუიცია აქვს და მუსიკის გაგება ჯდებიან, აკეთებენ და ანუ ეს უნიკალური მოვლენებია. ხო, უნიკალური, მაგიტომ მაგაში ეს უნიკალური არის და მგონი იმათვისაც რაღაცა სჭირდებათ მე რომ განვითარდნენ რა, თორე იმენა ანუ ხო ხედავ ანუ ძალიან იჭერ მუსიკოსებში რომ ეს პირველი ალბომი კაიყო და მე ანუ ან აღარ იცოდნენ რა გააკეთონ, ან სულ იგივეს აკეთებდნენ ცხოვრების ბოლომდე. თამრიკო კითხე, როგორ უყურებს მეთქი შენს? თამრიკო როგორ უყურებს? თამრო როგორ უყურებს თამრიკო? თამრო სულ ძირითადად მეუბნება აი წინათ რასაც აკეთებდი უკეთესი იყო, მაგრამ სულ მაგიტომ ადრე რასაც აკეთებდი. ხო, მაგრამ ხო თამროსაც უნდა უფრო აი ეს აკუსტიკური ცოტა ეს თანამედროვე. თამრო ძალიან თანამედროვე მუსიკაში არის თვითონ, მაგიტომ ცხადია. We just heard 13 years from Find Me, the new album from Chords featuring his mother Tamriko, and they're both here with us tonight to perform. Let's please welcome them. ალბომს, რომელიც დედასთან, პიანისტ თამრიკო კორძაიასთან ერთად ჩაწერა, კორძი მუსიკის მცოდნე მანანა კორძაიას უძღვნის. რეპეტიციის დასრულების შემდეგ
როცა კორძის სახლისკენ გავაშურეთ, გზაში უთხარე, რომ ქალბატონ მანანას პირადად მე კინომცოდნეთაც მივიჩნევ, რადგან სწორედ მას ეკუთვნის ერთ-ერთი საუკეთესო სტატია ოთარ იოსელიანის ფილმების ხმოვან სტრუქტურაზე. ინსტიტუტი ახალი დამთავრებული მქონდა, როცა ეს სტატია წავიკითხე და სწორედ მაშინ დავფიქრდი, რამდენი საერთო აქვს კინოსა და მუსიკას. განსაკუთრებით ელექტრონულ მუსიკას, რომელიც თითქმის იმავე პერიოდში დაიბადა, როცა კინო ხელოვნება. კინომუსიკაზე საუბრისას კორცს უჩვენე, როგორ გადადის მუსიკალური თემა ერთი ფილმიდან მეორეში, ერთი კომპოზიტორის ნაწარმოებიდან სხვა კომპოზიტორის საუნდტრეკში. როგორც მივხვდი, ჩვენი გმირი ამას სრულიად მშვიდად უყურებს. პოსტმოდერნიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ. ამბობს, რომ თავად მხატვრულ კინოში ჯერჯერობით არ უმართლებს, თუმცა იმასაც ამატებს, რომ ანიმე უფრო იტაცებს ვიდრე მხატვრული კინო. მე ამასობაში ვიპოვე მუსიკა, როცა გაჩვენ. ეს არის პეიზნერი. ეს თავარი თემა დაიწყო. ხედავთ? ხობეს მუსიკა. კი. ეს არის პეიზნერი. კი, ვიცი, საკამოტოსი ვიცი. საკამოტოს გახლეჩი ლიცა. საკმარისად განსხვავებული არის. ამაზე ვერ უჩივდებ. ანუ არ მოუპარია. შანსი არის რომ რაღაცა გაიგამავდე ან ფაქტურად იგივე რაც არის ხო, იგივეა. ვიცი, ხოჟე. მე კიდე ისე გაკურებული ვიყავი, როგორ არა მოიღო ხმა მეთქი ამას, მაგრამ კინომუსიკაში ხშირი არის. კი, კინომუსიკაზე ამაზე არის დაფუძნებული. ზოგადად მუსიკა არის ამაზე დაფუძნებული. არის რომელიმე რეჟისორი ამ ფილმი, რომლის მუსიკასაც დაწერდი. ქონია ეგეთი? კი. განცდა. აი ვიცი, ძალიან მაინტერესებს. აი ესე ზედაპირულად, აი არა, კაიქნებოდა, აი ეს გიბლის ანიმეებისთვის. ხო, ნუ მივხვდი რომ ანიმეებზე მივხვდი, გიყვარს. კი, ძალიან ბავშვობიდან. ეს კომპიუტერული თამაშები, ანიმეს, ხო და რაღაცა ერთი სიყვარული, ერთი კი არის განსხვავება, მაგრამ რაღაცა ერთი სივრცეა. მე მგონი აი ცოტის მიდრეკილება არის ეს რაღაცა ატმოსფეროს სიყვარული, გარემო და ატმოსფეროში ყოფნის სიყვარული რაღაც, აი გარკვეულ სივრცეში რო ხარ, საკუთარ სამყაროში, საკუთარი თავისი წესებით, თავისი განათებით, თავისი მუსიკით და იმაში რომ უბრალოდ ხარ. აი თამაშებშიც ეს არის. აი რა ვიცი, მე თანაარსებობას გრძნობ იმასთან, რასაც უყურებ. ანუ მონაწილე ხარ თითქოს. ანუ გრძნობ რომ ვითომ ანუ ატმოსფერო რაღაცა იმდენად ძლიერი არის, რომ გრძნობ, რომ იქ შეიძლება რომ ნამდვილად იყო რაღაცა. ეს ძალიან ბავშვობიდან ძალიან მომწონდა. ატმოსფერო შინაარსზე მეტად ატმოსფერო უფრო გაინტერესებს. კი, უეჭვი. მე ბავშვობიდან ჩემი ესეთი პირველი წიგნი რაც აი ეს მიყვარდა სულ ის იყო აი ჰობიტი, აი ბეჭდების ბრძანებელის წინა ისა. უბრალოდ აი ეს თავისთვის მყუდროთ რო არის სახლში, თავის საჭმელს აკეთებს, თავის იმას ეწევა, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება იმ რაღაცა სასწავლო სამყაროში, სადაც დრაკონები არიან. და ეს სიმყუდროვე ამ ყველაფერში სულ ყველაზე მეტად მომწონდა. საინტერესო ანიმეს სიყვარული, სულ მგონია რომ ეს რაღაცა ბავშვობის სიყვარული არის. კი, ანუ ეს ვერ იტყვი ბავშვობაში დარჩენის, მაგრამ ბავშვობის განცდა ან რაღაც მონატრება ეს არის. ანუ ეს განცდა გაქვს, ამას არ უარყოფ. არა, ანუ რამე არის საუნდი თუ ბგერა, რომელთაც შეგიძლია შენი ბავშვობა წარმოგვიდგინო. ბავშვობა აი რო გაიხსენებ ბავშვობას, ხო რაღაც გესმის? აი ბავშვობა არის, მაგრამ ანიმე ჩემთვის საყვარელი. აი ეს ამით რა ჩემი საყვარელი ეს ანიმე თემა. აი ეს ორი აკორდი ალბათ. ეს ძალიან ლირიკული არ არის ანიმესთვის. მე ცუდი ცოდნე ვარ ანიმესი, ამიტომ სისულელე თუ კითხე არ გაბრაზდე. აი ეს ანიმეში პირველი რაც მახსენდება ანიმე მუსიკაში ეს არის.
მაგრამ იცი რა, ანუ ხო ანიმე ლირიკულია, ანუ ანიმე მუსიკა სულ ლირიკული არის. ანუ სხვადასხვა ძალიან ბევრი გარკვეული ანიმე მუსიკა არის, რაც მგონი დიდი გავლენა იყო, საკამოტოს დიდი გავლენა იყო და მე საკამოტოს მე ჯო ჰისაიში სადღაც წავიკითხე, რომ ანუ ყველაზე პროგრესიული მუსიკა სულ ხდებოდა რაღაცა დეკორატიულ ფორმაში, ანუ რომც სტრავინსკი აიღო, ან რაღაცა, ანუ სულ იყო მან ამ თავისუფლებას აძლევდნენ, რომ ხო, მაგრამ ეს ხო ვიზუალურია და მან შეიძლება მოსულა. რა თქმა უნდა, ბალეტი, კინო, ანიმაცია, ეს კარავაჩუკი მე მგონი ანიმაციისთვისაც წერდა მუსიკას, მაგრამ არა საკონცერტო შესრულება, ეს გამორიცხული იყო. პრინციპში დერეშენი მაგ ეპოქას მოესწრო. ხო, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის ინგრეოდა, როცა კონსერვატორიაში სწავლობდა. ხო, თუ დანგრეული იყო უკვე. მე მგონი აი არა, კონსერვატორიაში ჩააბარა უკვე დანგრეული იყო. მე მგონი ხო. ჯერთი უნდა გითხრა, რომ ჩვენი გადაცემა შეხარ პირველი ასეთი შემთხვევა, როდესაც ჩვენი გადაცემის შინაარსი და ფორმა არის აბსოლუტურად ჰარმონიაში, როდესაც მშობელი და შვილი ურთიერთობაზეა ეს გადაცემა, მაგრამ თქვენ ფაქტურად ეხლა უკვე მთლიანობა წარმოადგენთ, იმიტომ რომ ერთად გამოვუშვეთ დისკი. ხო. პირველი. ანუ ასე, ანუ კოლეგები ხართ? ესე გამოდის, ანუ იცი რა არის დიდი ხანი არ გამოგდიოდა ესე ადვილად თანამშრომლობა ან რაღაცა და სულ რაღაცას არ ვიცი, ამ რაღაცა ალბომის სახით უფრო ადვილი გახდა ერთად თანამშრომლობა. ანუ ეს პროექტი გქონდათ, მაგრამ არ გამოდიოდა. არა, ეს ამ პროექტზე მუშაობდით, ბოლო 2 წელი ამას ვიწერდით რა, ანუ დავდიოდით აქეთ-იქით სტუდიოებში იქ და ეს შეგრძნება არასოდეს არ შემეცვალა, რომ ვუკრავ რაღაც სიხარულის და ნაღვლიანობის გზნობა ყოველთვის ერთად არის და მე მგონი ამ მუსიკაში ძდევს ეს ორივე ძალიან ისეთი basic ადამიანური შეგრძნებები რაც გვაქვს რა და ძალიან უცნაური ხოლმე ძალიან ინტიმური პროცესი არა ყოველთვის ამ ნაწარმოებების დაკვრა და სულ ერთიასად ვუკრავ რაღაც დიდ დარბაზში უზარმაზარ რაღაც სპეისში როგორც სტოკენბურგის კლანგველთ თუ ვინაში ცვირიხში თუ თბილისში თუ არ სადაც კიდე ეკლესიაში კონცერტზე ყოველთვის რაღაცა ოთახი ჩნდება ჩემი და ალექსანდრესი და ჩვენი ერთობლივი ოთახი რა სადაც ყოველთვის სულ ერთიასად ცხოვრობ ყოველთვის ერთად ვართ კინომუსიკა იყო, რომელიც დავწერე სკრიპტზე, ანუ სკრიპტის მიხედვით დავწერე, იმიტომ რომ ძალიან მომეწონა სკრიპტი და სკრიპტი იყო, ეს თემა იყო ნოსტალგია, აი რაღაც გარკვეული ნოსტალგია საბჭოთა კავშირის მიმართ, მაგრამ ისიც რომ აი ეს ნოსტალგია რაღაცნაირად არასწორი არის და ამის ნოსტალგიის იქეთ უნდა წავიდეთ როგორც ქართველები და მეორე თემა იყო რომ აი კაი სცენარი ყოფილა. ხო, მეც ესე წავიკითხე და ეგრევე ხო იცი, რამდენიმე თემა ეგრევე ესე და მერე იყო მეორე ნაწილი ის რომ მამაშენი ფილმში ბავშვმა მამამისი გაიცნო ტინეიჯერად რა პირველად და ნუ მეც მამაჩემი გავიცანი ეს 10 წლის ვიყავი პირველად მაგიტომ ხო იცი რაღაცა სკრიპტი რო წავიკითხე შენი ახლობელი აღმოჩნდა ხო რაღაცნაირად ჩანაწერები რაც მქონდა იყო ძალიან ესე ინტიმური ხო იცი აქ ჩემპიონინოზე ჩაწერილი ეს სინთეზატორებზე და ნოტებად ჩავწერე ეს ყველაფერი და დედაჩემს უთხარი მოდი შენ დავკარი, იმიტომ რომ გარკვეული რაღაცები ვიცი, რაც დედაჩემი ბევრად უკეთ უკრავს ჩემზე. აი გარკვეული შეხება აქვს, ხო იცი, როიალს როგორ ეხები, ბგერა, ინტერპრეტაცია. ნუ პიანისტია. ხო, პიანისტი არ ჩემი შედარებით. შენ თავზე არ ამბობ რომ პიანისტი. არა, მე როიალ, მე უკრავ, ესე ჩემ რაღაცებს უკრავ, მაგრამ ესე რო ეხლა კოლეგები მაინც ფლატ კოლეგები არ გამოდიხარ. შუმანი რო დაუკრა, ეს სიცხვილი იქნება. არ უკრავ. ბავშვობაში ეხლა რო სწავლობდი კი, მაგრამ აი იმდენი ხანი უკვე აღარო. ეს ბოდიში გადაწყვეტინე, როგორ ფიქრობ, მაინც უნდა რომ შენ პიანისტი ყოფილიყავი მისი კოლეგა? არ მგონია. არ გაძალებდა? იცი რა, რო ნახა რომ მე როიალის დაკვრა მინდა ბავშვობაში ცხადია ძალიან ნაწყვებოდა, ანუ გაუხარდა. არ ვიცი თუ არა, იმიტომ რომ ხა ბიჭებს არ უნდა თქო. იცი რა, აი პირველი 4 წელი იყო ჩემი მასწავლებელი ჩათვალ. აი 6 წლის რო გავხდი, მომინდა ეს როიალზე დავკრა, იმიტომ რომ როიალის სახში ქონდა და სულ მივდიოდი და რაღაცა ვარტყან და პირველი 4 წელი მასწავლი და მე იმდენად
სუდად გამოვიდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მაინც ანუ ოჯახში ეს სულ ჩხუბში გადადიოდა. ეზარებოდა თუ არ მიცედა თუ გეზარებოდა, უბრალოდ ნუ ხო იცი სკოლა, მერე მეცადინეობა, და რაღაცაში თან დროსაც ძალიან ესე ხო იცი საბჭო ისინი ქონდა, რომ იმეცადინე ახლა ანუ ძალიან რა ქვიან strict მას არ არის, ხო დღეს უკვე ევროპული არის. არა, ევროპაში ევროპაში ხო მკაცრი არის, მეჩვენებ, არა. ევროპაში ბავშვს რო დააძალო რომ იმეცადინოს, ითვლება რომ მოძალადეა მშობელი. მე გადავედი ჯაზ მასწავლებელთან პირველად. იქ როცა წახვედი. არა, იქ უკვე ცხოვრობდით, იქ ეს უკვე იქ. რამდენი წელს იყავი რო წახვედი? 5-ის. 5 წელი. ესე იგი ძალიან ცოტა ხანი იყავი დედაშენის გარეშე აქა. ხო, ანუ დაახლოებით 3 წელი რა. მარტო რა ბებიაჩემთან ვიყავი. ბებიებთან, ხო? ხო, ბებიებთან, აი ირინა, მანანა, ნათელა. ბებიებთან რომ და მაგ დროს არ უკრავდი. არა. მან მაგ დროს მერე დაიწყო. მაგ დროს ახო, მან პატარა ვიყავი ახლა 2-3 წლით, ანუ მარტო იაპონელები. ანუ მე კიდე ახლა ესე უცნაური კითხვა და გისვი საქართველოს საუნდი მეთქი და ეს 5 წლამდე თუ ვიყავი, ალბათ არც გახსოვს ახლა ეგრე კარგად. კი, გახსოვს, კი. მე აი ბაშიაჩუკი მახსოვს. ბაშიაჩუკი მახსოვს. აი ბაშიაჩუკი არის ერთ-ერთი პირველი საუნდი. ჩემი პირველი მოგონება საქართველოსთან გაკავშირებს, ხო? კი, ანუ რაც მახსოვს. მეორე არის ანიმე გრენდაიზერი, რომელიც მაშინ გადიოდა რუსთავიორზე. ესეც მოგწონდა. კი, ყველას მოგვაგ ვის არ მოსწონდა მაშინ ვინ ცოცხალი იყო, არ მახსოვს არავის ეს არ. ეგ 90-იანი წლებია. ხო. მაშინ ხო, იმიტომ რომ მე სპექტაკლი გავაკეთეთ კაკრასა და გრენდაიზერში იყო და გავარკვიეთ არქივებში როდის გადიოდა საათ და აქ როცა გააკეთე, ხო. ხო. ხო და მე რო წახვედით კამერები რო არის ეს მოდის და აი უეჭვე გიждდება რაღაცა გადაღება რო არის სულ უნდა რომ ცენტრში იყო. Chunky hustle. It's a chunky hustle. It's good. It's a good hustle. It's a chunky hustle. რო გადაბარგდით, უბრალოდ ჩენს გადახვედი, უკვე წაგიყვანა. სხვა სიტუაცია დაგხვდა აბსოლუტურად. სკოლაში წახვედი. ქართული რა კარგად იცი? უცნაური არის თითქოს, ხო? ეს სხვათა შორის ეს ბოლო ეხლა უკვე 7 წელი აქვს ცხოვრობ ისევ და ეს ნელ-ნელა აღვადგინე, თორემ მახსოვს ერთი პერიოდი აქ ჩამოვდიოდი და ყველა ესე მიყურებდა რომ რანაირად ლაპარაკობ. ხო, მაგრამ სახში დედასთან აი ესე მიქს, ხან ინგლისი, ხან შვეიცარიული, ხან გერმანული, ხან ქართული. არეული ეს. ხო, ამ დისკზე ვლაპარაკობდით, მე უკვე მოულოდნელად და გადაწყვეტეთ რომ ერთად საბოლოოდ ერთად ჩაწეროთ. ხო, ანუ ეს ძალიან ესეთი მომენტი იყო, მე ჩავედი შვეიცარიაში, ეს გამიოქმდა რა ეს ფილმის დაწერის საშუალება და თამროს უთხარი არ გინდა ბარემ ჩვენ ჩავწეროთ რა, აი მუსიკა არის და არ მინდა რომ ესე ხო იცი რაღაცა დაიკარგოს, იმიტომ რომ ხშირად არის რაღაცა მუსიკას წერ და მე იკარგება და ეს ესეთი შეკრული მასალა იყო უკვე რომ და თან მე არასოდეს არ მქონდა ესეთი მუსიკა, რაც ვფიქრობდი, ეს არის აუცილებელი, რომ ფირფიტაზე გამოუშვათ. და ეს რადგან აი ცოტა ქონდა ეს საბჭო კინომუსიკის რაღაცა დუხი, თუ არ ვიცი, ხელწერა, ვიფიქრე, რომ ძალიან მოუხდება ეს ძველებურად ფირფიტაზე, რომ და ამისთვის მე ვიპოვეთ ლეიბლი გერმანიაში, რომელიც ამას აკეთებს და გამოვიდა ესეთი ფირფიტი. ეს ფირფიტა დედისა და შვილის პირველი ერთობლივი ნამუშევარია. ალექსანდრეს მონაყოლით თუ ვიმსჯელებთ, თითოეული კომპოზიცია განუხორციელებელი ფილმის საუნდტრეკია. მოგონებების, მათ შორის საქართველოს მოგონებების ხმებით შექმნილი. ვირიც ის იქნებ, ეს ის ხმებია, რომლებიც თამარს ახსოვს, 90-იანი წლების ხმები, როცა ეკონომიკურმა სირთულეებმა აიძულა მცირეწლოვანი ალექსანდრე ბებიებთან დაეტოვებინა და სასწავლებლად და სამუშაოდ შვეიცარიაში წასულიყო, რათა იქიდან ერჩინა ოჯახი. აღმოჩნდა, რომ კლასიკურ, ავანგარდულ და ელექტრონულ მუსიკას ერთმანეთთან შესანიშნავად შეუძლიათ ანაარსებობა.
ეს ფირფიტაც სწორედ დედაშვილის თლიანობას გავს, ორი თაობის ერთობლივ შემოქმედებას. იმ შენობაში, სადაც ვიყავით, სადაც კინოსტუდია არის, კიდე რისი თქვა მიდოდა, ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა არის, არ ვიცი, მაინც არ თქვით ესე იგი რომელი ფილმისთვის წერდი მუსიკას, მაგრამ ამ ქართულ კინოში არის სერიოზული პრობლემა ხმის. და მე ვიცი რა საკეთებენ, აი ხშირად რეჟისორები მაგალითად იტყვიან, რომ მომიტანეთ ჩიტების ხმა და მიდიან და ეს ბიბლიოთეკაა, ხო? ჩიტები, მანქანები, ასე შემდეგ და ვერ გრძნობენ, რომ ეს ერთნაირია აბსოლუტურად და მე ვცნობ, რომ qalbi არის, რომ ამ რეალურ კონკრეტულ სიტუაციას არ უხდება ბიბლიოთეკიდან ამოღებული ჩიტების ხმა. მე მგონია, რომ არ ვიცი როგორ არ დაგაფეთე, შენი მუსიკის და შემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარე არის ის, რომ არის აი ეს ამ წამის, ამ წუთის ბგერა. ხო. და არა ბიბლიოთეკიდან გამოტანილი რაღაცა და ალბათ სხვები აკეთებენ. იცი რა, ძალიან მადლობა, იმიტომ რომ მეც სულ აი ჩემ ესა თანამ მუსიკოსებს რო ვკამათობთ, ძირითადად ამაზე ვკამათობთ, იმიტომ რომ ტენდენცია არის, რომ აი კაკრას აი ეს ბიბლიოთეკებიდან იღებ ხმებს და იმას ხმარობ და მე შეუერთებ მე აი ძალიან ესე მიღებული პრაქსისი არის, ახლა მარტო კინომუსიკაში არა, ანუ დაწერილ მუსიკაშიც შესრულ მე სულ ვეკამათები ყველას იმაზე, რომ ჯობია რომ ცოტა მეტი დრო დახარჯო და რაღაცნაირად შენ თვითონ გააკეთო ეს ხმები, იმიტომ რომ საბოლოოდ სხვა იდეებს გაძლევს, ყველაფერს შენ თვითონ რო იწერ, შენ თვითონ საკუთარ ხმებს რო ეძებს. ამას თან უნიკალური არის. მე რო ეხა ამას არ გაგიფუჭო. დავარტყა ეს სხვა ხმა ეს შეგიძლია გამოიყენო როგორც უნიკალური. ხო, და ეს და მე ეხლა იცი რა არის საინტერესო, რომ ეს ხმა ეხლა მობილურით რო ჩაწერო და მე კომპიუტერში იხმარო, უკვე ბევრად მეტ ინსპირაციას მოგცემს შენ როგორც ადამიანს, იმიტომ რომ იცი რომ შენ დაარტყი. ანუ ეს ხო რაღაცა ფენომენი არის, დავიკითხე სადღაც რომ ძალიან საინტერესო ეხლა უცბნო გავიხსენო. ანუ შენ თვითონ რაღაცა თუ გააკეთე, ანუ რაღაცა თუ ვთქვათ თარო იყიდე იკეაში, ხო იკაზე იყო, თარო იყიდე იკეაში, აწყე შენ თვითონ და გიყენია ბევრად უფრო ბედნიერეს გზნობ ამაზე, ვიდრე 18 ჯერ ძვირიანი სადღაც რო შეუკვეთე და მზად შენთან რო დააყენე. ანუ რაღაცნაირად ეს გზნობა არის რა, ანუ იმის გარდა რომ შეიძლება სადღაც ბიბლიოთეკაში ამ ხმების ბიბლიოთეკიდან ჩამოწერო რაღაცა და ბევრად მაგარი ხარისხი იყოს, ობიექტიური ხარისხის შეფასების მხრივ, მაგრამ არ იქნება უნიკალური. არ იქნება უნიკალური და შენ არ გეცოდინება, რომ შენ იყავი ის, ვინც დაარტყი ამაზე და ანუ შენია რაღაცნაირად და მაგიტომ ეს კაპიტალიზმი ეგ არის, ჩვენ ცხოვრობთ იმ გარემოში, იმ ნივთების, რომელიც ჩვენ არ შეგვიქმნია არაფერი. ყველაფერი სხვისი გაკეთებულია და მოგვაქვს და ვიკიდე. და ისედაც ამაში ვართ და აი ეს ბოლო ეს წერტილი რაც ხელოვნებაში დაგრჩა იქ ხო მაინც შეგიძლია, ხო იცი? კომპოზიტორები ვიცით, ტყეში მიდიოდნენ ამ ხმების ჩასაწერად მუსიკისთვის. მეც მივდივარ. მალერ მეც ვარ კომპოზიტორი. ხო, მიდიხარ ხო, დადიხარ ხო. კი, ხშირად. იქ შვეიცარიის ძროხებში. შვეიცარიაში, აქ უფრო დავდივარ. აი, ვაკის პარკშიც დავდივარ. ძროხები არა. ჯობია ხო მაგ დროს? არავინ არ შეგიშალოს ხელი. იცი რა. არ ვიცი, თუ ერთხელ იწერ თუ იმახსოვრებ? ვიწერ. სხვათა შორის აი ხანი აღარ გამიკეთებია. ბოლოს, მაგრამ სოფელში ვაკეთებ ხოლმე ჩემთვის. აი ბოლოს სოფელში ჩიტები ჩავიწერე. იყო დილის 4 საათზე გამეღვიძა შემთხვევით და აი რაღაცა სასწაული ჩიტების ამდენი ჩიტები არასოდეს ცხოვრებაში არ გამიგია და ჩავიწერე.
ჩაწერე და მოხვედი სახლში და გამოიყენე თუ უბრალოდ შენს ბიბლიოთეკაშია. ჩემი კერძო ბიბლიოთეკაში. როცა მომინდება მე იქედან გამო. არა საინტერესოა მაგ ბიბლიოთეკის მოსმენა ისე საინტერესოა. არა, მაგრამ იცი სხვათა შორის მუსიკოსებში ძალიან ესეთი არის, რომ ერთმანეთის ბიბლიოთეკები დიდად არ გვაინტერესებს. ანუ ყველა საკუთარი ბიბლიოთეკა, ანუ პლეილისტი ისე მაინტერესებს. აი არის შენს პლეილისტში ისეთი მუსიკა, რომელიც შეიძლება გაუკვირდეს ადამიანს, რომ ესმოდა. რატო აქვს ეს ალექსანდრე კორძაიას? უჭველი არის რაღაც, ანუ ახან მე მაქვს ერთი დიდი პლეილისტი, რაც სულ ვამატებ რაღაცებს, მაგრამ აი მგონია რაღაცას გაუკვირდეს, ანუ გასაკვირი რაღაცეები ანუ იმაზე დამოკიდებულია რას ნიშნავს გასაკვირი, ხო. რა მინდა კითხვა ეს ბავშვობაზე რო საუბრობდით ძალიან მნიშვნელოვანია ეს მე მგონი ერთხელ სადღაც თქვი კიდეც რომ ქალებში გავიზარდეო ანუ კაცი არ იყო იქ ანუ შენ იყავი კაცი ერთი კაცი უნდა ვთქვა რომ თემური იყო ჩემის ძმა მაგრამ ხო ანუ 80% ვთქვა ქალები გიფიქრია იმაზე რომ ეს მნიშვნელოვანი იყო შენთვის შენი იდენტობისთვის რა საერთოდ ამაზე თუ ფიქრობ ხოლმე შენ საკუთარ ფსიქოანალიზს თუ მიმართავ აი ქალების მხრივ ჯერ არ გამიკეთებია მისი ანალიზი. უეჭველი რაღაცა შეყვარებული გოგოები არ გეუბნებიან ეთყობა, რომ აი როგორ გეთყობა, რომ შენ არ გიტყვი. არ შეფიქრობ, რომ ამან არის მოქმედა საერთოდ შენზე. ეჭვი არ მაქვს მოქმედა. ხო, მაინც თქვა, რომ მამა არ იყო შენ გვერდზე. ხო, არა, უეჭველი იმოქმედა, უბრალოდ აი არ ჩავძიებრივ არა ეს საერთოდ. მოვა ეს მომენტიც უეჭვ. აი ვინმე მუსიკალური კრიტიკოსი რო გამოჩნდება, რომელიც შენს ნაწარმოებებზე დაწერს, მე ალბათ ის უფრო ჩაღრმავდება და დაინტერესდება, რატომ ამ ასაკში, რატომ გადაწყვიტე დედასთან ერთად ალბომის ჩაწერა. შენ კი მომიყევი მიზეზები, მაგრამ აქ კიდევ რაღაცა სხვაიც იქნებოდა. ეს იყო მიზეზი კი არ იყო ეს შენაც მოყევი, ეს უბრალოდ ასე მოიტანა ტექნიკური ხო, ტექნიკური ამბავი, მაგრამ ალბათ მაინც ამისთვის ორივე მზად იყავით, დედაც და შვილიც. ხო, ну, არ ვიცი, რამდენად მზად ვიყავით, ხო, ცოტა ის არის, აშკარად ხვდები, რომ რაღაცა ვიჭედები ამ თემებზე ლაპარაკებს. სიყვარულის ახსნა იყო ესა? არ ვიცი. თუ პირიქით. არა, ანუ არა, მუშაობის პროცესში ძალიან კარგად გამოჩნდებოდა, რომ მუშაობდით, კამათობდით, თამრიკო უფრო გამოცდილი და ავტორიტარული. იცი რა არის? არა, ეს არის, შეიძლება ეს არის, აი ამაში საინტერესო რაც შემიძლია თქვა, რომ აი მუსიკის კეთების დროს ყველაზე ნაკლებად ვჩხუბობთ. ანუ ისე სტანდარტულ ცხოვრებაში ძალიან პატარა თემებზე ძალიან ბრაზდებით ერთმანეთზე, ანუ აი პაწაწკუნტ რაღაცებზე და აი საშინელება არის. მაგრამ აი მუსიკის კეთების დროს ცითადად ყველაფერში ვეთანხმებით, ანუ ძალიან კაცრათად შეგვიძლია ესე უთხრათ ერთმანეთს, რომ ეს ცუდია, კიდევ ერთხელ გავაკეთოთ, ეს კაია, ეს ცუდია, ეს კაია. არანაირი პრობლემა არ გვაქვს და აი სხვა თემებზე ცხოვრებაში ბევრად ძნელი არის, რომ აიღო ვთქვათ კრიტიკა ვიღაცის აუ მუსიკამ გაგაერთიანათ ფაქტიურად ხო თანამოაზრეა ხო და იცი რატომ არის კაი იმიტომ რომ ჩემთვის შეიძლება ანუ ჩემთვის დედა ჩემი როგორც მასწავლებელი სულ იყო ძალიან ანუ რაღაცა შემაშინებელი ანუ მე როიალის დაკვრა ჩემ მუსიკაში აღმოვაჩინე ისევ აღმოვაჩინე ალბათ ესე 25-ის რო ვიყავი მანამდე უბრალოდ ეს როიალ ელექტრონულ მუსიკას ვაკეთებდი და არ მქონდა ეს რაღაცა როიალის იმდენად როიალი ჩემთვის რაღაცა ასოცირებული იყო ამ რაღაცა დედა ჩემი როგორ მასწავლის რომ ეს დავაკაროში ვერ შევალ და მე უცებ ამომივიდა ეს ისე როიალის ჩართვა კომპოზიციის სწავლის დაწყება და ეს ყველაფერი მე მოვიდა და მგონი ეს რო ეხლა შემიძლია რაღაცა მუსიკა დავწერო და დედა ჩემთან ერთად ჩავწერო და რაღაცა PTSD არ მაქვს, კაი მიღწევა არის. აღმოჩნდა, რომ ხმებზე ნადირობა სამშობლოში, სადაც უკვე რამდენიმე წელია ევროპიდან დაბრუნების შემდეგ ცხოვრობს, თლად უსაფრთხო არ არის. გასული წლის ზაფხულში კორძი მესამე მუსიკოსი გახდა, რომელსაც ქუჩაში თავს დაესხნენ მხოლოდ იმიტომ, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა და
ციურიხში სიმღერა ოლეოლა ეგრეთ წოდებულ სემპლად გამოიყენა. ალექსანდრე კორზაიასთვის ეს თავდასხმა მოულოდნელი არ ყოფილა. ამბობს, რომ სოციალურ ქსელებში თავდასხმამდეც რეგულარულად ემუქრებოდნენ. ვაკის პარკში. ხო. დილით ვაკის პარკში რო გადიხა 99% რუსი არის, ანუ შანსი არ არის. ანუ თავისებური ოკუპაცია. არა? მაგრამ ხო, ნუ ახლა ჩვენი ბრალია რომ უფრო ადრე არ გავდივართ, თორე. უფრო ადრე დილით. ხო. კი, აბარა, სხვა შორის თუ და მიაქცია ყურადღება, რაც ჩამოვიდნენ კაფეებმა, მაღაზიებმა უფრო ადრე დაიწყეს მუშაობა, იმიტომ თბილისში 9 საათზე ყავას ვერ დალებდი ვერსად. ხო და იცი და კიდევ რაც შეგვიძლია, რომ პარალელური სამყარო შექმნეს რაღაცნაირად. აშკარად ჩვენგან იმხელა ის თავიდანვე ესეთი ისე რომ თქვენ აქ არ ეკუთვნით პონტი მიიღეს, რომ ჩათვალეს, რომ საკუთარ სამყაროს შევიქმნით აქ და საკმაოდ კარგად გამოუვიდათ. კი. ამიტომ ჯობდა ინტეგრაცია შენი აზრი. ჯო ხო არ ვიცით, იქ სხვადასხვანაირები არიან, ზოგი მართლა გამოქცეულია, ზოგი. იცი რა, ანუ იმ მომენტში ისე ჩქარა მოხდა ეს ყველაფერი, რომ ძნელი არის თქვა როგორ უფრო სწორედ როგორ უნდა გაგიკეთებინა. კი. მაგრამ ეხლა რო ხედავ, რომ ხო იცი საკუთარი კლუბები, საკუთარი სპექტაკლები, საკუთარი კაფეები, საკუთარი და რო ხედავ, რომ არიან თქვა ხელოვანები ისინი, ვინც აქ არიან, მაგრამ ნუ უხერხულებად, ანუ თვლიან ეხლა იმის წინ ვიღაცა მოვიდა ჩემთან ქუჩაში, ავტოგრამი მოეციო და მივეცი ავტოგრამი და საიდან ხარ, აშკარად ქართველი არ იყო და ბუდის გიხდითო, მაგრამ რუსი ვარო და შემწვა რაღაცნაირად, ანუ იმის ანუ გიცნობდა. ხო, და ანუ ავტოგრამი და აი ხო რაღაცა მომხვდა, ანუ რატო უნდა ბოთიში გადაიყა, ხო იმის გარდა რომ ეხლა გეოპოლიტიკურად სიტუაცია ყველასთვის გასაგები არის, ეს ინდივიდუალურ დონეზე რო გადადის, ანუ რა დამაშავა ეხლა იმ ტიპმა რომ ანუ იცი რა, ძალიან ბევრი ვიცი, რომელიც აი აქციები რო არის რუსთაველზე, იქ უნდათ გასვლა, მაგრამ ორმაგი შიშები აქვთ ერთი ის რომ შეიძლება ვიღაც გიჟი გამოჩნდეს რომელიც პროვოკატორი და თქვას რომ რუსს აკრებ და მგონი ეგეთ შემთხვევაც იყო აქ რატო ხარ იმიტომ რომ ჩათვალოს რომ ეს რუსი არის პროვოკატორი და მეორე კიდე გადაგიღონ და იქ დედები მამები ყავთ ნათესავები ყავთ და იმათ ეკნეთ უსიამოვნება ეკნებათ რომ აქ რატო იყო არ ვიცი მე ჩემთვის ძალიან ორმაგი ის არის ერთი არის ის რომ ვიცნობ რუსები ვისაც ვთვლი რომ განათლებულები და ისინი არიან და ამ თემებზე ლაპარაკს რო იწყებ მაინც ეს შინაგანი რაღაცა კოლონიალიზმის ფაქტორები უცებ გამოდის რაც ძალიან დისკომფორტში მაგდებს მაგრამ იქ ევროპაში ხო ევროპაშიც რა მაგრამ მეორე მხარე არის რომ აი აქ ახლა ვინც წამოვიდა და აქ დარჩა და ხელოვანია ან რაღაცა აშკარად კონკრეტული მიზეზის გამო არის ახლა აქ და არა იმიტომ რომ პუტინი ევასება რა. იმედი თუ გაქვს, ანუ ჩამოხვედი, იყავი იქ შვეიცარიაში, ჩამოვედი, ამოფუკო 7 წელიო ხო, მითხარი შვეიცარიაში. ფაქტობრივად დედა წავიდა და შვილი ჩამოვიდა. ეგრე გამოვიდა, ხო? ფაქტობრივად პირველად რომ მოუყევი საქართველოში ჩასვლა მინდა, ძალიან ცუდად მიიღო, რომ ხო იცი როგორ ხო. არა, თან 7 წლის წინ და 8 წლის წინ სიტუაცია ცოტა ვერ ვიტყვი ძალიან კარგი იყო, მაგრამ უკეთესად კარგი იყო. ეხლა დღითი დღე ჩვენ რა უნდა ხოლმე ვშორდებით ევროპას, ხო? და არა შორდებით აშკარად. მაგრამ ადამიანები შორდებიან, აი შენი აი უბრალოდ ჩაულებრივი. მე რა ვიცი ახლა ჩემთვის აი ეს ულტიმატუმი დაშორების მომენტი მახსოვს იყო ჩემთვის პირადად ზუსტად აქ ქუჩაში ჩამოვდიოდი მაშინ აი არჩევნები რო იყო ყაბელაშვილი რო აერჩიეს და ეს აი რაღაც ჩემთვის ეს მომენტი იყო რომ მორჩა რა ანუ ეს ნებისმიერი რო დავშორდით ანუ ხო ანუ ეს ნაწილი რომ რაღაცა ახლო მომავალში შეიძლება რაღაცა იყოს რაც ამას შეცვლის ჩემთვის აი შიგნიდან ვართ ახლა ეს რაღაც შეგიძლება ითქვას soft dictator სიცოცხლეში ვართ და ესე იქნება სავარაუდოდ კიდევ кайხანი ამას შინაგანად რაღაცნაირად მით შევეგუე ახლა ჩემთვის უფრო არის რა შეიძლება ამ გარემოში მაინც გააკეთო ხო რომ
ეს კი შეგვე, მაგრამ მაინც ფიქრობ იმაზე, რომ რა შეიძლება გააკეთო. ანუ ჩემთვის, მე რაღაცნაირად ჩემი აღქმა ეხლა ესეთი არის, რომ მე გადავიტანე რაღაცნაირად ის რაღაცები, რაც ბოლო წელს მოხდა. და შენ დევნას გულისხმობ. ხო, და ეს ყველაფერი რაც ამასთან მოყვა რაღაცნაირად და შეიძლება თქვას, შეგაშინეს. კი. შეგვიძლია. არა. თუ არ იყავი მიჩვეული. არა, ეს მომენტი რომ ვიღაცა ჩემ რაღაცა მუსიკის გამო დამждდებს ქუჩაში, ანუ არ იყო რაღაცნაირად, ერთ მხრივ შემაშინა, მეორე მხრივ ის განცდაც მომცა, რომ სწორე რაღაცას ვაკეთებ უაჭრელი. ესეც მოყვა. ხო, ორივე. მაგრამ ხო, ეს შიშის მომენტი იყო, ერთხელ ხო აქ ეხლა თბილისში დამხვდნენ მეორედაც დამხვდნენ, მეორედ აღარ გავაპიარეთ, იმიტომ რომ მეორე არ ვიცი. მეორედ ბათუმში დამხვდნენ კონცერტის მერე. ხო. მაგრამ უკვე მზად ვიყავით, კერძო დაცვაც ჰქონდა დაქირავებული და რაღაცა და. ხო. და გამოვედით სიტუაციიდან. მაგრამ ფაქტია, რომ ამის მერე არ წახსუხარ არსად. და არა, მე ხო. არ ვაპირებ ამის გამო, რომ რაღაცა არა, შეიძლება რომ ეს იმიტომ კეთდებოდა, რომ დაგეხურა ქუდი და გეთქვა, რომ თქვენი დედაცვატირი წავედი მე მაშინ. მე ვიცი რა, რო გითხრა რომ ვიღაცა ზის და რაღაც ესე ფიქრობს, რომ წავიდე საქართველოს, არ მგონია რომ საკმარისად მნიშვნელოვანი ადამიანი ვარ ამისთვის. მე უბრალოდ ეს მგონი რაღაცა ესეთი იმპულსური ვიღაცა ტიპების მე მგონი ესეთი ტაქტიკები ხო რაღაცა ბევრად იმპულსური არის, ვიდრე ხანდახან მგონია რომ ესეთ კაკრას ესეთ დიქტატორულ ტაქტიკებს ჩვენ ხანდახან ბევრად მეტ აზროვნებას ვანიჭებთ, ვიდრე სინამდვილეში იმის უკან არის. მე მგონი ძალიან ბევრი არის პროსტა პატარა რაღაცების რეაქცია, ესე იქ ეს მოხდა, ეს გავაკეთოთ, ვიდრე 2-5 წლით წინ ვიფიქროთ რა მოხდა. თანამოაზრეები ხო მაინც ბევრი ყავს, მეგობრები, რა ვიცი, ბევრი კი მიდის აქედან. კი, ბევრი მიდის. ხო, ბევრი მიდის. რომ მიდიან რას ეუბნები რომ რას ვერ გააჩერებ, რა თქმა უნდა, მის გადაწყვეტილებას. არა, ეხლა ჩემი შეყვარებულიც ეხლა ჰოლანდიაში ცხოვრობს და სწავლობს ეხლა არდადეგებში ჩამოვიდა. პირველ რიგში ვინც უნდა ისწავლოს, ცხადია უნდა წავიდეს, აქ კონსერვატორიაში სწავლას. ჯობია ნამდვილად ნებისმიერ სხვა ადგილას რო წახვიდეთ ან ევროპაში და ყველა ვისაც შეუძლია მიდის. მეორე არის რომ ვისაც უნდა ეს რაღაცა კონკრეტული კარიერა რაღაცაში, სფეროში ან რაღაცა ყველა მესმის ვინც ასვლა უნდა. ჩემთვის მე რაღაცნაირად ბედი მაქვს აქ რომ ხალხი არის ვისაც ჩემი მუსიკა რაღაცნაირად უყვართ და ეს საშუალებას მაძლევს რომ აქ ვიარსებო, აქ გავაგრძელო ასე. ხო და ვიცი რომ რაღაცას ვაკეთებ და გარე სამყაროსთან კონტაქტში ვარ ჩემი შემოქმედებით. რაც რაღაცა არის, რაც ხელოვანებს მგონი ძალიან აკლიათ ევროპაში ან ამერიკაში, იმიტომ რომ ძირითადად ამ ონლაინ საზოგადოებაზე ხარ დამოკიდებული, რომელიც ღმერთმა იცის სად არის და ეს კონტაქტი, რომ ეხლა თქვა მე რაღაც ახალ მუსიკას დავწერ და ქუჩაში შემიძლია გამოვიარო და ვიღაცა მანქანიდან მეტყვის რომ მოусმინე გუშინ და მაგრა გამისწორდა. გაგეხალდება. სხვა შეგრძნება არის, ვიდრე ინსტაგრამზე ვიღაცა რომ მოგწევს რომ მაგარია რა, მაინც მე ეს ნაწილი მისწორდება და მეორე არის რომ მეორე არის რომ ბავშვობის ბგერები გეს. მეორე არის რომ ბავშვობაში მე 5 წლის რო ვიყავი რომ წავედი, ესე ჩემ თავს უთხარი მაშინ ზუსტად მახსოვს შვეიცარიაში არ შეიძლება მეტი წელი გავატარო, ვიდრე საქართველოში ვცხოვრობდი და 10 წლის რო გავხდი ძალიან პირობა. რა უნდა გქნა ეს დამეხა. ალბათ შეიძლება სინამდვილეში ამ 5 წლის იმას დავალებას ვცდილობ, რომ შევასრულო.